იმ კონგოს ცხელებით საქართველოში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს ექიმთა არაპროფესიონალიზმის გამო მოხდა. თაკო მესხი პოსტსკრიპტუმისათვის შეეცადა გარკვეულიყო ამ ბრალდებების სისტორეში. არც ერთი დედა, არც ერთ სამუშაო ცენტრში ჩავარდა. მინდა რომ ყველა მიცოდეს რანაირად მოიქცეს. ლელა სამხარაძე 3 დღის წინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადავიღებთ, როცა მისი 33 წლის ვაჟი სიცოცხლეს ეფრწოდა. ინტერვიუდან მეორე ღამეს გიორგი სამხარაძე ყირიმ კონგოს ვირუსის გართულებით გარდაიცვალა. კაბინეტშია თუ სადღაც. ოჯახის წევრები პაციენტის გარდაცვალების მიზეზად დაგვიანებულ მკურნალობას თვლიან. თუ დედა არ არის, რომ შეეხედა იმისთვის იქნებ მართლა ის იყო ის დაავადება. ამბროლაურის რაიონის სოფელ დოლაში გიორგი სამხარაძეს 30 ივნის ტკიპა მოკვინა. რამდენიმე დღეში ცხელებით, ფაღარათით და პირღებინებით რაიონის საავადმყოფოში დააწვინეს. მდგომარეობის გაუარესების გამო სავარაუდო მოწამვლის დიაგნოზით მეოთხე დღეს ქუთაისში საკუთარი მანქანით ჩამოიყვანეს. ქუთაისში იყო 3 დღის განმავლობაში. შემდეგ მისმა ძმამ ზოგადად მითხრა, რომ ტკიპა ჰქონდა ხელიდან ამოცილი თვითონ ამოაცალე ჩემი ხელი ტკიპა. ხელი კონგოზე ჰქონდა ეჭვი. როცა შევეკითხოთ დიაგნოზი რამდენ ხანში იქნებოდა, დიაგნოზის პასუხი, ანალიზის პასუხი რამდენ ხანში იქნებოდა, მითხრა დაახლოებით 1 კვირა დააგვიანდებოდა. როცა საერთოდ არ გაუგზავნია ანალიზი ყირიმ კონგოზე გამოსაკვლევად. ლიშმანიოზი, ბორელიოზი, ბრუცელიოზი, ლეპტოსპიროზი, ანუ ამაზე თქვენ გაგზავნეთ. ახლა ყირიმ კონგოზე ახლა თვითონ ინფექციონის ვარი განაცხადა, არ თვითონ ესაუბრე, მაგან მე მოვიწვიე მაგენი და უშუალოდ ესაუბრენ ქავტონ დაეჯასთან. ნუ ეს ქავტონ დაეჯმა აბსოლუტურად მე ვახსენოთ არ მაქვს ეჭვი ყირიმ კონგოზეო და ეს სპეციალისტია ინფექციონისტი. თავდაპირველად გიორგი სამხარაძე ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა ცენტრში მიიყვანეს. მათი მტკიცებით იქ მხოლოდ ვიზუალურად დაათვალიერეს სიყვითლის ნიშნების გამო თირკმლის უკმარისობის სავარაუდო დიაგნოზით პაციენტი ინფექციურიდან ქუთაისის ინტერვენციურ კლინიკაში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის განცხადებით გიორგი სამხარაძეს დიალიზით მკურნალობა არ დასჭირდა. კითხვაზე თუ რატომ არ გაგზავნა შრატი ყირიმ კონგოს ვირუსის დასადგენად, მარინა დადუნაშვილი ინფექციონისტების მითითებას ასახელებს. ამბობს, რომ შრატი ოჯახის წევრების ტკიპაზე ინფორმაციის მიღებამდე გაგზავნა თბილისში. თუმცა ღამის 2-3 საათზე მიღებული ინფორმაციიდან მეორე დღეს ოჯახის წევრები ინფექციონისტსაც შეახვედრა. ამ პროფესორმა გითხრა, რომ ღამის 2 საათი იყო დაახლოებით, რომ ჩავსდარიყოთ მანქანაში და წავსულიყოთ თბილისში, ჩავგვეტანა ანალიზები ლეიშმანიოსთან დაკავშირებით. და იმასთან ერთად ხო შეეძლო ყირიმ კონგოსთან დაკავშირებით გაგვერკვია კიდე სიტუაცია და ეს ანალიზებიც გაეტანა. პრეპარატზეც უთხარი, რიბავირინი ეს პრეპარატი გამოიყენება ამ შემთხვევაში და მე უთხარი, რომ შეიძლებოდა ეს პრეპარატის მიგვეცა მაინც. პირველივე დღეს რომ გქონოდა სიტყვაზე ვამბობ, ისე ვამბობ, ყირიმ კონგო იქ რიბავერინი უშველი და თუ არა ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია იმ და ის მკურნალობა რომელიც ჩატარდა ის მაინც სწორად ტარდებოდა და ის უნდა გაგრძელებულიყო. ინფექციონისტ დარეჯან ხაჭაპურიძის ნაცვლად კლინიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კითხვებზე პასუხი პაციენტის მდგომარეობის მეთვალყურე ნეფროლოგმა გაგცნო. სუბუქი მიმდინარეობა დაავადების არის მძიმე, სუბუქი. იყო თუ არა ფატალური შედეგის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა ექიმები ვერ გვიდასტურებენ, თუმცა ცალსახად ამბობენ, რომ დროულ დიაგნოსტიკასა და ადეკვატურ მკურნალობას პაციენტის გამოჯანმრთელებაში დიდი წილი აქვს. მოვიდა უმძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე, კომაში, გამოხატული იყო მთელ სხეულზე სისჩაქცევები, თვითონ მიმდინარეობა იყო მძიმე დაავადების მდგომარეობიდან გამოყვანა და სტაბილიზაცია ავადმყოფისა ვერ მოხდა და ავადმყოფი დაიღუპა. ხალხურად ტკიპის დაავადება, სამედიცინო ენაზე ყირიმ კონგოს ცხელება. ვირუსი პირველად 1954 წელს ყირიმში აღმოაჩინეს, როდესაც ურასი საბჭოთა ჯარისკაცი დაავადდა. მოგვიანებით აფრიკაში, კონგოში დაფიქსირდა და მას შემდეგ სხვა ქვეყნებსაც მოედო. ვირუსი მღრღნელებს გადააქვთ შემდეგ ჰაილომას ტიპის ტკიპას. ტკიპა შინაურ ცხოველს კვენს, თუმცა ვერაფერს ვნებს. ვირუსი ადამიანის სისხლში იმ შემთხვევაში ხვდება, თუ კი ვირუსის მატარებელი ტკიპა უკвенს, ან შინაური ცხოველის დასუფთავებისას ტკიპას დაუცველი ხელით ანადგურებს. მძიმედ მიმდინარე დაავადებების ჯგუფია. მისი სიკვდილობა ძალიან მაღალია. მსოფლიო მაჩვენებელი არის დაახლოებით 30%-მდე არის სიკვდილობა. ესე იგი 100 ადამიანიდან 30 ადამიანი შეიძლება რომ გარდაიცვალოს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით ყირიმ კონგოს ვირუსის ძირითად კერას წარმოადგენდა ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. ხაშური და მასთან მიმდებარე გორი, კასპი. ახალციხიდან ერთეული შემთხვევებიც იყო, ხოლო გარდაცვლილი გიორგი სამხარაძის შემთხვევა რაჭიდან პირველად დაფიქსირდა. ფორმირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თქვა, იქ სადაც პირველი შემთხვევები იყო და სადაც კერებია, იქ მოსახლეობა უკვე ინფორმირებულია, ამიტომ პრაქტიკულად იქ შემთხვევები აღარ აგვაქვს. სამწუხაროდ ალბათ ეს ინფორმირება ეს მთელ ქვეყანაში არის საჭირო. ის ხუნაჟღენთებია ესენი სულ. ყირიმ კონგო პირველად საქართველოში დაახლოებით 7 წლის წინ თბილისში ბაგებში გამოვლინდა და 59 ადამიანი დაავადდა, მათგან 6 დაიღუპა. საფრთხე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება არსებობდეს. და იმნაძე საშიშროების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას შემდეგი ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. საცმულიც კი სასურველია, რომ რეპელენტები ქვია, ანუ ტკიპების და საერთოდ მწერების დამაფრთხობელი საშუალებები არსებობს უამრავი, დამუშავებული იყოს ტანსაცმელიც კი და რა თქმა უნდა ის ღია ადგილების სხეულის, რომელზედაც შეიძლება წერებმა გვიკვინონ. თუ ტკიპა უკმეს და რამდენიმე დღეში თქვა დაეწყება სიცხეები, უნდა მივიდეს ექიმთან და უთხრას, რომ ტკიპა მოგვინა. გარდაცვლილ გიორგი სამხარაძეს ამ დღეებში დაკრძალავენ. ოჯახის წევრებმა ჯერ არ იციან, შეიტანენ თუ არა სარჩელს ქუთაისის ინტერვენციული კლინიკის წინააღმდეგ. თუმცა ფიქრობენ, რომ ქუთაისელ ექიმებს მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ, მათი პაციენტი შესაძლოა გადარჩენილიყო.